და დაინახა ღმერთმა, რომ კარგია ნათელი და გაყარა ღმერთმა ნათელი ბნელისგან. ნათელი მართლაც კარგი უნდა ყოფილიყო, რადგან ის ასეთი კარგი განკარგულებიდან გამოედინებოდა. იყოს ნათელი. ჩვენ, ვინც ვტკბებით სინათლით, ჩვეულებრივზე უფრო მეტად მადლიერნი უნდა ვიყოთ მის გამო და მასში და მის წინაშე უფრო მეტად უნდა ვხედავდეთ ღმერთს. სოლომონის სიტყვით, ტკბილია ფიზიკური ნათელი, მაგრამ სახარების ნათელი განუზომლად უფრო ძვირფასია, ვინაიდან ის გვიცხადებს მარადიულ ჭეშმარიტებათა შესახებ და ემსახურება ჩვენს უკვდავ ბუნებას. მაშინ, როცა სულიწმიდა გვანიჭებს სულიერ სინათლეს და თვალებს გვიხელს, რათა დავინახოთ ღვთის დიდება იესო ქრისტეში, ჩვენ ვხედავთ ცოდვას მისი ნამდვილი შეფერილობით. ვხედავთ საკუთარ თავს ისეთებად, როგორებიც ვართ. ჩვენ ვხედავთ უწმინდეს ღმერთს ისეთად, როგორადაც გვიცხადებს თავს. ვხედავთ მის მწყალობელ ჩანაფიქრს ისეთად, როგორადაც ის წარმოგვიდგენს მას. და მომავალ ქვეყნიერებას კი ისეთს, როგორც მას უფლის სიტყვა აღგვიწერს. სულიერ სინათლეს მრავალი სხივი და ფერი აქვს და რანიც არ უნდა იყვნენ ისინი, ცოდნა, სიხარული, სიწმინდე თუ სიცოცხლე, ყველა მათგანი ღვთაებრივად კარგია. თუ ჩვენ მიერ აღქმული სინათლე ასეთი კარგია, მაშ როგორი უნდა იყოს ამ სინათლის წყარო და რა დიდებული უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ის თავის თავს გამოავლენს. ო უფალო, თუ სინათლე ასეთი კარგია, მოგვანიჭე ის უფრო მეტი, რადგან შენ თვითონ ხარ ნათელი ჭეშმარიტი. როგორც კი ამ ქვეყნად გამოჩნდება რაღაც კარგი, ჩნდება გაყოფის აუცილებლობაც. ნათელსა და ბნელს არაფერი აქვს საერთო. ღმერთმა გაყო ისინი და ჩვენც ნუ შევურევთ მათ. სინათლის ძენი არ უნდა შეეზიარებოდნენ სიბნელის საქმეებს, მოძღვრებებსა თუ სიცრუეს. დღის ძენი ფხიზელნი, პატიოსანი და გაბედულნი უნდა იყვნენ უფლის საქმეში და სიბნელის საქმეებს უტოვებდნენ მათ, ვინც მასში დარჩებიან საუკუნოდ. ჩვენი ეკლესიებიც დისციპლინის დაცვით ვალდებულნი არიან გაყონ სიბნელე სინათლისგან. ჩვენც ამასვე უნდა ვაკეთებდეთ ქვეყნიერებისგან გამოყოფით. მსჯელობაში, მოქმედებაში, მოსმენაში, სწავლებაში, ურთიერთობაში უნდა განვასხვავებდეთ ძვირფასს საძაგლისგან და ვინარჩუნებდეთ დიდ განსხვავებას, რომელიც უფალმა განსაზღვრა მსოფლიოს პირველ დღეს. ო უფალო იესო, იყავი ჩვენი სინათლე მთელი დღევანდელი დღის განმავლობაში, რადგან შენი ნათელი ადამიანთა ნათელია.